მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიღწეულის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებებში და არასრულწლოვნის იძულებაში ბრალდებული დამნაშავე ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება, ხოლო 17 წლის არასრულწლოვნის მიმართ იძულება განახორციელა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 23 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით და 150 მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავე ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პრემიერ-მინისტრი ქალაქის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. დისკუსიას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კობახიძის თქმით, საუბარი შეეხო გრძელვადიან გეგმებს, რომლებიც რეგიონში უნდა განხორციელდეს, აქცენტი გაკეთდა სოციალურ საკითხებზე. პრემიერის ინფორმაციით ისაუბრეს ოპტიმიზაციაზე. გურიის გუბერნატორის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარების საკითხებს. განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან. ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, მათ შორის იმას, როგორ უნდა დაიგეგმოს გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტების განვითარება, ქონდა საუბარი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შევეხეთ იმასე, როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი, აქ საუბარი არსებითად სტრუქტურების გაჯანსაღებაზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი, არის ამის საჭიროება და მასზე გაგრძელდება მუშაობა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობთან ერთად. ამ ეტაპზე უკვე თითოეულ მუნიციპალიტეტში შემუშავებულია გრძელვადიანი გეგმა განვითარების, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც მუნიციპალიტეტში არის, ვერ დაფარავს ადგილობრივი რესურსები, სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში გადაიგზავნება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები დარგობრივ სამინისტროებთან. შევეხეთ მუნიციპალიტეტებში აუცილებელ განსახორციელებელ ოპტიმიზაციის პროცესს და კოორდინაციის უფრო მეტად გაძლიერებას ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რათა საკითხების გადაჭრა უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-27 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი სიჭინავამ გითხრა, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირება შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი. მისივე განმარტებით 2026-27 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე დაემატა მესამე ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ეტაპი, რომლის მიზანი მოსწავლეთათვის საცხოვრებელ ადგილთან ახლო მდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 წლისთვის უკვე 18 თებერვალს დავიწყეთ. რამოდენიმე ეტაპი არის ამ შემთხვევაში. ცვლილება გვაქვს სასკოლო ასაკთან სასკოლო ასაკთან და ცვლილება გვაქვს ასევე ადმინისტრაციულ დაყოფასთან დაკავშირებით და ეს აქ ოზურგეთიც მოიაზრება სასკოლო ასაკს, რაც შეეხება. აქ გვაქვს ასეთი ჩანაწერი ზოგადი განათლების შესახებ კანონში, სადაც ცვლილება შევიდა. ეს არის რომ პირველკლასელი ჩაირიცხება, რომელსაც 6 წელი შეუსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით. ეს არის პირველი ცვლილება და მეორე არის ადმინისტრაციული საზღვრების კუთხით. ეს არის აქ 12 ქალაქი არის, 4 დიდი ქალაქია, ეს არის თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვართ, იქ ოლქებად იყოფა ქალაქი და ჩვენ შემთხვევაში ეს არის ფოთი, ზუგდიდი, მცხეთა, ოზურგეთი. აქ უკვე გვაქვს ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება და შესაბამისად ეს ინფორმაცია უკვე აქვთ სკოლებს, მოსახლეობას.
და საყოველთაო რეგისტრაცია სანამ დაიწყება, მესამე ეტაპში უკვე ჩაჯდა ეს ახალი ცვლილება. ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება გასაღების ფაქტი საქართველოში. ფინანსთა სამინისტროს გაგამოძიებელ სამსახურმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება გასაღების ფაქტზე შეპესე ბატონოს ხელმძღვანელი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნულ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის იყო განკუთვნილი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება გასაღების ფაქტზე შეპეცე ბატონოს ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 380,792 ლარის ღირებულების 24,177,3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შეპესე სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას ამოღებულია 17,241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეული შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისათვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების მიმღებ პირთა გადამოწმებას იწყებს. მინისტრის ინფორმაციით ფინანსური შემოწმების მიმღები ოჯახების რაოდენობა 185,000 აღემატება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო 3 თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე 10,000 ლარი. ან ოჯახი, რომელსაც 1 წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე 10,000 ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. COVID პანდემიის შემდეგ მოქმედებდა ეგრეთ წოდებული მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც საბედნიეროდ აღარ აქვს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ამავე მიზეზთა გამო არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის სამწუხაროდ ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო 3 თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე 10,000 ლარი. ან არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც 1 წლის მანძილზე შექმნილი აქვს შეძენილი აქვს რამდენიმე 10,000 ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს იმავე წელს 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე 100,000 ლარის ოდენობით და ასე შემდეგ. ამრიგად ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბის შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს. ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა.
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი ამოიღო. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის პოლიციის დეპარტამენტიც ისანი სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავეს. სამართალდამცავებმა თბილისში დაკავებული პირადი ჩხრეკისას მეთადონი ამოიღეს, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასებებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 წლის ასაკს მიღწეული პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული იდუ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცავებმა იდუ ბრალდების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოზურგეთის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ფრენბურთში რეგიონული ფინალური თამაშები, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში გაიმართა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ამჯერად ფრენბურთს დაეთმო. რეგიონულ საფინალო შეხვედრებში ერთმანეთს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში დაუპირისპირდა. თამაშები აზარტულად და საინტერესოდ წარიმართა. ვაჟებში პირველი ადგილი ლანჩხუთის ნომერ 1-მა საჯარო სკოლამ, მეორე ჩოხატაურის შუა ფარცხმის, ხოლო მესამე ოზურგეთის სოფელ ჯუმათის სკოლამ აიღო. რაც შეეხება გოგონებს, აქ პირველი ადგილი ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის სკოლის გუნდს ერგო, მეორე ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლას, ხოლო მესამე ლანჩხუთის სოფელ ნიგოეთის საჯარო სკოლამ აიღო. ოზურგეთში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გურის რეგიონალური თამაშები ფრენბურთში. აქტიურად მიმდინარეობდა თამაშები, ღირსეული ჩემპიონები ყავს და იმედია გურის სახეს დასავლეთ საქართველოს პირველობაზე ასახელებს. ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ჩვენი სკოლა პირველად არის ამ ტურნირზე გამოსული და შეიძლება ასე რომ ვთქვა ძალიან დიდი შედეგი დავაფიქსირეთ ჩვენი სკოლისთვისა, მიღწევა არის. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. სინოპტიკოსების პროგნოზით 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 23 თებერვალს წვიმა. მაღალ მთაში ზოგან მოთოვს და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ოზურგეთში შაბათს 21 გრადუსი, კვირას კი 17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ლანჩხუთში ხვალ 20 გრადუსი, ხოლო კვირას 17 გრადუსი იქნება. ჩოხატაურში ხვალ 19, კვირას კი 15 გრადუსი. რაც შეეხება გურიის კურორტებს, ბახმაროში ხვალ 16, ზე კი 13 გრადუსია ნავარაუდევი. ურეკში კი ხვალ 18, ზე კი 14 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13 გრადუსამდე გათბება. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.